გაინტერესებს როგორ კეთდება გლანდების ოპერაცია, ანუ ტონზილექტომია, მაშინ დარჩი ამ ვიდეოზე, რადგან აგიხსნი დეტალურად რა ხდება ამ ოპერაციის და პროცედურის დროს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზოგადი ანესთეზია და პაციენტს ძინავს და ვერაფერს ვერ იგებს ამ დროს. ქირურგი კი იმისთვის, რომ მეტი სამოძრაო დიაპაზონი ქონდეს და სივრცე მოათავზებს სპეციალურ დამჭერს პირის ღრუში, რომელიც პაციენტის პირს იკავებს, ასე ვთქვათ. შემდეგ კი სპეციალური ხელსაწყოთი, იქნება ეს ელექტროკაუტერი თუ ულტრაბგერითი ლაზერი, ხდება უშუალოდ ამ ტონზილების, ანუ ნუშურა ჯირკვლების ქსოვილის პრეპარირება და მისი, ასე ვთქვათ, მოკვეთა. მას შემდეგ, რაც მოხდება ქირურგიულად ნუშურა ჯირკვლების ქსოვილის მოცილება პირის ღრუდან, ქირურგი ახორციელებს ჰემოსტაზს, ანუ სისხლდენის შეჩერებას, რადგან ქირურგიული ოპერაციის შემდეგ ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქირურგიული ველიდან სისხლდენა არ განახლდება და რა თქმა უნდა, ამ ოპერაციის შემდეგ პაციენტებს აქვთ სპეციალური დიეტა, რომელიც დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში უნდა დაიცვან, რათა ეს ოპერაციული ველი შეხორცდეს ისე, როგორც საჭიროა და არ განახლდეს სისხლდენა.